მოგონება ჩემთვის ჩუმი აღსარებაა. სოდების მონანიება კი წარსულში დაბრუნება და სულის გაწმენდაა. სარუჰან ჰანიმს პროვინციაში ყველაზე საუკეთესო მამული ჰქონდა. 12 წლის ვიყავი აქ რომ მომიყვანეს. მამულის პატრონი მდიდარი ქალი იყო. ჩემს განათლებას პირადად მოჰკიდა ხელი. რადგან კარგად ვსწავლობდი, ზრუნვას არ მაკლებდა. მასწავლებლები მათემატიკაზე, ასტროლოგიაზე, ისტორიასა და ბუნების შესახებ მიამბობდნენ. მიწის სიყვარული, მისი სიმდიდრის გონივრულად გამოყენება მათგან ვისწავლე. მუსიკის ნიჭი რომ შემომჩნიეს, ვიოლინოს ყიდვა და დაკვრის ნება დამთეს. დაკვრა დედამ მასწავლა. ვიოლინომ ჩემი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. ერთხელ გლეხებთან ერთად ვიყავი და ველოდებოდით შუადღის მცხუნვარე მზე როდის გადავიდოდა. მე ვიოლინო ამოვიღე და დაკვრა დავიწყე. გატაცებით ვუკრავდი. ჰანიმი გეძახის. მოხდა რამე აბას აღა? ნიშნულოვანი სტუმარი გვეწვია. გამომყევი. თქვენ კი საქმეს მიხედეთ. ჰანიმმა თქვა ვიოლინო წამოიღოსო. ახლა ცხოვრების გასაყარზე ვდგავარ. და წარსულს ვიხსენებ. რა ქვია? იბრაჰიმი. სადაური ხარ? სარუჰანის მამულში საიდან მოხვდი? ფარგელი ვარ. ფარგადან ჩამოვედი. ვიოლინომ ჩემი ბედი შეცვალა. ჰანიმმა ჩემი თავი მდიდარ ბეის აჩუქა. მდიდარი ბეი კი უფლისწული სულეიმანი აღმოჩნდა. ფადიშაჰ იავუს სულთან სელიმის ვაჟიშვილი უფლისწული სულეიმანი. მანისას სანჯაკის მმართველი. იმ დღეს უფლისწულს მონადირის კოშკში გავყევი. ფარგელო. გვერდით რატომ არ მომყვები? უფლისულა. რა უფლება მაქვს? რა იცი რომ უფლისული ვარ? უკან მსახურები და მცველები მომყვებიან. შენ კი იმიტომ წამოგიყვანე რომ მეგზურობა გამიწიო. ერთად ვინადირეთ და მანისას სასახლეში დავბრუნდით. იზღამე სასახლეში დავიძინე. მას შემდეგ კი მრავალი წელი ერთად ვართ. ჭირსათულ ხინში. მისი ერთგული ვარ. მე საიდუმლე და გულშემატკივარი.
დედა სულთანო,